მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს გვაქვს განსაკუთრებული დღე, რადგან როგორც იქნა ვიდეოს ვიღებ ქალების პარფიუმერიაზე. ბევრი მოთქმაგოდებისა და თხოვნების შემდეგ გადავწყვიტე რომ ესაუბრა ქალურ სუნამოებზე, რომლებიც ძალიან უხდება გაზაფხულს. მართალია ერთი ვიდეო, რომელიც ქალურ სუნამოებს ეძღვნება, ვერ დააბალანსებს წინა 23-ს, რომელიც მამაკაცის პარფიუმერიაზე იქნებოდა აგებული, თუმცა ვეცდები დროდადრო ჩავაინტეგრირო ფემინური სურნელები ჩემ არხზე. მოკლედ დღეს შემოგთავაზებთ 7 სუნამოს, რომელიც ვთვლი რომ ძალიან უხდება გაზაფხულს და ქალური პარფიუმერიის მოსაწყენი ბუნებიდან გამომდინარე ვეცადე მაქსიმალურად განსხვავებული და მიმზიდველი სურნელები ამერჩია. წარმოიდგინეთ ედემის ბაღი, ადამი და ევა გარშემორტყმული ჰიბისკუსის ყვავილებით, რომელიც გაღვივებულია ყვავილოვანი და თბილი ნოტების მდიდარი ნაზავით. ეს სურნელი იხსნება ცოცხალი ჰიბისკუსის აფეთქებით, მისი სიმჟავე დაბალანსებულია ბროწეულისა და შავი მოცხარის სიტკბოებით, პიტნის მცირე შეხება ანიჭებს გამაგრელებელ სიგრილეს, ხოლო დარიჩინი ანიჭებს დახვეწილ სითბოებას. სურნელი რომ იშლება ჰიბისკუსისა და ვარდის თაიგულს, ტყავის კვამლისებრი სიღრმე და ვანილის კრემისებური სიტკბოება მოსდევს. ამბრისა და ორქიდეის საბაზისო ნოტები ქმნიან ხანგრძლივ სურნელს და ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. ჩემთვის ეს სუნამო განასახიერებს როგორც უდანაშაულობას, ასევე ვნებას. სურნელი, რომელიც აერთიანებს ცდუნებისა და აკრძალული ხელის არსს. ეს არომატი ფემინურია, თუმცა ნამდვილად აქვს ის ჯადოსნური ეფექტი, თითქოს დამატყუებელი, რის გამოც მეც სიამოვნებით ვიყენებ. თითქოს ნაცნობი პროფილია, თუმცა დროდადრო ხვდები ისეთ გრადაციებსა და სურნელოვან პალიტრას, რომელიც არსად შეგვხვედრია. მდგრადობა და შლეიფიც ედემის ბაღის მსგავსად არაა ამქვეყნიური, აქვს 12 საათზე დიდხანს უმძლავრესი შლეიფით. ბარბერი გოდეს თბილი და მიმზიდველი სუნამოა, რომელიც ერთდროულად არის სასიამოვნო და დახვეწილი. ის მოგაგონებთ ახლად გამომცხვარი ლიმონის კექსის სურნელს, ნაღებისებრი ვანილის ფუძითა და ციტრუსის ცედრის ელფერით. ვანილის ნოტები გამოირჩევა და ქმნის ტკბილ და გურმანულ შეგრძნებას, ხოლო ლიმონი ანიჭებს სიკაშკაშესა და სიახლის განცდას. ეს სუნამო შთაგონებულია მითიური ქალღმერთის ფიგურით, ალბათ იმიტომ რომ ბარბერის აზრით თავდაჯერებას და სიძლიერეს უნდა გამოხატავდეს. ნაკლებად ვთვლი ეგრე, მგონია რომ ეს სუნამო ნებისმიერ ქალბატონს მოუხდება, ვისაც ისეთი მარტივი, მოწონებადი, კომპლიმენტური, სასიამოვნო და მიმზიდველი არომატები მოსწონს. წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც არის თამამი, თავდაჯერებული, კრეატიული წარმოსახვითა და ხალისიანი ბუნებით. ზუსტად ასეთი ქალი მოიხდენს ამ სუნამოს. მუგლერის ენჯელ ნოვა იხსნება ჟოლოსა და ლიჩის ნოტებით, რომლებიც ანიჭებს მას სიტკბოსა და ფრეშ განწყობას. გახსნისას არის დამასკური ვარდი, რომელიც სუნამოს აძლევს ქალურობასა და ელეგანტურობას. საბაზისო ნოტებია აკიგალავუდი და ბენზოინი, რომლებიც ქმნიან თბილ და ხისებრ ფონს. ენჯელ ნოვა არის საკმაოდ ინტენსიური სუნამო, ამიტომ სრულ რაღაც 2-3 სპრეი საკმარისია, რომ მთელი დღის მანძილზე სურნელი გქონდეთ და შლეიფიც იგრძნობოდეს. ორმონდო ჯეინის ტაიფ გავს იმ ერთ დაქალს, რომელიც ყოველთვის ზედმეტად არის გადაპრანჭული, თუმცა მაინც გამოსდის და კარგად გამოიყურება. მას აქვს ეგზოტიკური ვიბრაცია, თითქოს ჯადოსნური ხალიჩიდან სულთნის სასახლეში გადმოხვედით. აქვე შეხვდებით ვარდისფერ წიწაკასა და შაფრანს, რაც ყველაფერს ცოტათი პიკანტურს ხდის. შემდეგ კი ვარდი შემოდის, ძალიან ხავერდოვანი და მდიდრული, ამ ყველაფრის ფონზე თბილი ქარვისებრი ბაზა, რომელიც უბრალოდ რჩება და რჩება. ტაიფ ნამდვილად არ არის მორცხვი და თავშეკავებული სურნელი, ის არის თამამი, ხმამაღალი და თავხედური. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უყვარს შთაბეჭდილებების მოხდენა, ორმონდო ჯეინის ტაიფ შეიძლება იყოს თქვენთვის ახალი საფირმო არომატი. წარმოიდგინეთ მოკვდით. მოხვდით სამოთხეში, სადაც იუნიკორნები დაფრნავენ და ყველა ღრუბელი ნაყინისგან არის გაკეთებული. Less Liquid Imagineeris Blanche Betty სწორედ ასეთი სუნამოა. თუ მოგწონს განსხვავებული არომატები, რომელიც ყველას აოცებს, მაშინ Blanche Betty თქვენი იუნიკორნი იქნება. უბრალოდ ფრთხილად იყავით, რადგან შეიძლება ბევრმა ადამიანმა გკითხოთ თუ რა არის ესეთი საოცარი სურნელი, თქვენ ამ საოცარის და ჯადოსნური სუნამოს შესახებ მოყოლა არ გენდომებათ და ეტყვით რომ ლიბრი გასხიათ. დელინა არის ფემინური და ელეგანტური სუნამო, რომელიც აერთიანებს ყვავილოვან და ტკბილ ნოტებს. წარმოიდგინეთ ვარდების, პიონების და ხეობის შროშანის ნაზი და ტკბილი სურნელი, რომელიც ერწყმის ვანილისა და ქეშმირის თბილ და მგრძნობიარე აკორდებს. ეს სუნამო იდეალურია რომანტიკული და დახვეწილი ქალბატონებისთვის, რომლებიც აფასებენ ყვავილოვან და ტკბილ სურნელებს. ეს სუნამო ბევრჯერ მაქვს აღწერილი, ამიტომ ის მდგრადობაზე გეტყვით, რომ ძალიან ძლიერია, 2-3 სპრეი მაქსიმუმი არის, რისი გამოყენებაც გინდათ, იმისთვის რომ მთელი დღის მანძილზე სურნელი გქონდეთ. სანამ შემდეგ სუნამოზე გადავალთ, თხოვნაა გამოიწეროთ არხი და ჩაურთო ზარაზღილაკი. ძალიან მალე დაიდება ვიდეო, სადაც მამაკაცები ფრმად შეაფასებენ ქალის სუნამოებს, ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს. სანამ ბოლოს სუნამოზე გადავალ, ბონუსად შემოგთავაზებთ
4 ძალიან ბიუჯეტურ და სასიამოვნო არომატს, რომელიც მორგება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. ეს არის ლატაფას იარა. მოკლედ რომ მიმოვიხილო, სტილისტურად ძალიან მსგავსი სურნელები არის, ყველა ფემინური, ხილოვანი, ყვავილოვანი ელემენტებითაა დახუნცლული. მაგალითად, კლასიკურ იარაში შეხვდებით უფრო მარწყვის ხილოვან ბუნებას. იარა მოაში შეხვდებით ხილითა და თეთრი ყვავილებით დომინანტურ არომატს. იარა თუს უფრო ტროპიკული მანგოს მიმართულებით მიდის, ხოლო უახლეს იარა კენდის მოაქვს მარწყვის მილკშეიქის და შუშხუნა კამფეტების ვაიბები. სტარარჩევანს ვერც ერთ მათგანზე ვერ გააკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი, მოწონებადი სურნელებია და რაც მთავარია, ძალიან ბიუჯეტური. დღეისთვის ბოლოს უნამოა Etat Libre d'Orange Dangerous Complicity, რომელიც არის ძალიან მრავალმთქმელი და საინტერესო არომატი. მისი სახელიც და სურნელიც გარკვეულწილად ორაზროვანია და ბევრ ასოციაციას იწვევს. ზედა ნოტებშია რომი და ქოქოსი, რომლებიც ქმნიან თბილ და ცხარე ეგზოტიკურ დასაწყისს, რომის წინ სირბილესა და ალკოჰოლურ ელფერს, ხოლო ქოქოსი ტროპიკულ და ტკბილ გარემოს. შუაში ჟასმინი ილანგ-ილანგის ყვავილოვანი გული სუნამოს ანიჭებს ქალურობას და სინაზეს. ხოლო საბაზისო ნოტებში შეხვდებით პაჩულის, სანდალურსა და ტყავს, ეს ნოტები ქმნიან სუნამოს ღრმა და ხანგრძლივ შლეიფს. Dangerous Complicity შეიძლება აღიწეროს როგორც თბილი, ეგზოტიკური და ყვავილოვანი ცხარე სუნამო. სახელწოდება სახიფათო თანამონაწილეობა ქმნის იდუმალ და ინტრიგულ ატმოსფეროს. სუნამო ასოცირდება ფარულ ურთიერთობებთან, საიდუმლოებებთან და აკრძალულ სიამოვნებასთან. ჩემი არხის გამომწერთა 80%-ზე მეტი მამაკაცია. თუ ეს მაჩვენებელი შეიცვალა და გათანაბრებისკენ წავა, მით უფრო მეტი ვიდეო დაიდება, ასე რომ გამოიწერეთ ეს არხი აუცილებლად ქალბატონებო. მამაკაცებო, თქვენს გამოიწერეთ ძალიან ბევრი სიახლე და სხვადასხვა ტიპის კონტენტი გელით. თუ თქვენ ხართ მამაკაცი და ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, ოქროები ხართ, ყოჩახ, მამაკაცებსაც სჭირდება იმის ცოდნა თუ რა სუნამოები მოსწონს ქალებს. ქალბატონებო, თუ თქვენი პარტნიორები ამ ვიდეოს ყურებისას გამოიჭერეთ, აუცილებლად დააფასეთ და არსად გავუშვათ. დღეისათვის სულ ეს იყო, მოწონების შემთხვევაში აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, მომავალ შეხვედრამდე.